ჩინეთი ცდილობს ტრამპის გეგმას გვერდი აუაროს და საუდის არაბეთის ბირთვულ პროგრამაში უკანა კარიდან შევიდეს. ეს ნაბიჯი ძლიერ რანგაშში იწვევს ამ ხუთშაბათს, 2026 წლის 30 აპრილს. რადგან პეკინი სწორედ მაშინ ჩდება, როცა საუდის არაბეთი ირანთან ომით, სპარსეთის ყურეში შიშით და ენერგიისა და უსაფრთხოების გადაუდებელი საჭიროებით არის დაძაბული. ის რაც მხოლოდ ტექნიკურ მოლაპარაკებად ჩანდა რეაქტორებზე, პირდაპირ ძალაუფლების ბრძოლად გადაიქცა. ერთი მხრიდან დონალდ ტრამპი ცდილობს, რომ რიადი ამერიკის დაცვაში დარჩეს. მეორე მხრიდან კი ჩინეთი ცდილობს ისარგებლოს დაღლილი, ნერვიული და დაუცველი რეგიონის მდგომარეობით. საუდის არაბეთი სურს წინ წაიწიოს თავის სამოქალაქო ბირთვულ პროგრამაში. ოფიციალური არგუმენტი მარტივია. ენერგიის წარმოება, ნავთობის დაზოგვა, ახალი ინდუსტრიული პროექტების უზრუნველყოფა და სამეფოს ეკონომიკური ტრანსფორმაციის მხარდაჭერა. მაგრამ ეს პროგრამა ჩვეულებრივი პროექტი არ არის. ბირთვული ენერგია ახლო აღმოსავლეთში არასდროს განიხილება მხოლოდ ენერგეტიკულ თემად. ის ეხება უსაფრთხოებას, ირანთან მეტოქეობას, რეგიონულ ბალანსსა და დიდი ძალების გავლენას. ამ სივრცეში დაინახა ჩინეთმა შანსი. ყველაფერს მალე მოგიყვები, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში ინფორმაცია, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. პეკინი იცის, რომ საუდელები სისწრაფეს ითხოვენ, იცის, რომ რიადი გარანტიებს ითხოვს ირანის წინააღმდეგ, იცის, რომ ომმა მთავრობა დატოვა და იცის, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერი დაყონება შეიძლება პოლიტიკური იარაღად იქცეს. ამიტომაც ჩინეთი ნეიტრალურ პარტნიორად არ ჩანს, ის ტრამპის დასუსტებით დაინტერესებულ ძალად ჩანს. ამერიკელებისა და საუდელების ალიანსში ბზარის გაჩენა და საკუთარი სპეციალისტების, კონტრაქტების და ფულის სტრატეგიულ სექტორში შეყვანა. 2025 წლის 18 ნოემბერს ტრამპმა ვაშინგტონში მიიღო მოჰამედ ბინ სალმანი და გამოაცხადა აშშ-ს და საუდის არაბეთს შორის პარტნიორობის ახალი ეტაპი. თეთრმა სახმა ეს შეხვედრა მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა. მოხდა შეთანხმება თავდაცვის, სამოქალაქო ბირთვული ენერგიის ხელოვნური ინტელექტის, ინვესტიციებისა და თანამედროვე შეიარაღების გაყიდვის სფეროებში. როიტერსის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ვალდებულებები შეერთებულ შტატებთან დაახლოებით $1 ტრილიონ აღწევს. ტრამპის გზავნილი ნათელი იყო, საუდის არაბეთი უნდა დარჩენილიყო ამერიკის სტრატეგიის ცენტრში, ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ჩინეთმა დაინახა ამ მოლაპარაკების სუსტი წერტილი. ამერიკული ბირთვული ტექნოლოგიის მიღწევისთვის საუდის არაბეთს უწევს შეეჯახოს წესებს, ინსპექციებს, შეზღუდვებს და შეერთებული შტატების კონგრესის ზეწოლას. ვაშინგტონს სურს, რომ საუდის არაბეთის პროგრამამ არ დახსნას გზა ურანის უკონტროლო გამდიდრებისკენ. ასევე სურს, რომ ბირთვული რბოლა არ გავრცელდეს რეგიონში. ამერიკული თვალსაზრისით ეს უსაფრთხოებაა, ჩინური თვალსაზრისით კი ეს პეკინისთვის ვითარების გამოსაყენებლად იდეალური მომენტია. ამიტომაც პეკინი სთავაზობს იმას, რასაც ჩვეულებრივ სთავაზობს. კრიზისის დროს სისწრაფე დაფინანსება და ნაკლები საჯარო კითხვა გამოსავლოდ ჩანს, მაგრამ შეიძლება მახედ გადაიქცეს. ჩინეთს მხოლოდ რეაქტორების გაყიდვა არ სურს, მას სურს დამოკიდებულების შექმნა. ბირთვული პროგრამა მოითხოვს მშენებლობას, მოვლას, საწვავს, ნაწილებს, ტრენინგს და მონიტორინგს 10 წლების განმავლობაში. ვინც ამ სექტორში შედის, ცოტა ხნით არ შედის, არამედ სამუდამოდ. სწორედ ამიტომ არის ჩინეთის მოქმედება საშიში. დონალდ ტრამპისთვის თუ პეკინი შეძლებს ბირთვული შეთანხმების დადებას საუდის არაბეთთან, ამერიკის დანაკარდი მხოლოდ კომერციული არ იქნება, ეს იქნება გეოპოლიტიკური მარცხი. ჩინეთი დაიკავებდა ადგილს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ალიანსში, სპარსეთის ყურეში და ეს მოხდებოდა სწორედ იმ დროს, როცა დონალდ ტრამპი ცდილობს აჩვენოს ძალა ირანის წინააღმდეგ და რეგიონი ამერიკის ლიდერობით ხელახლა დაალაგოს. ზეწოლა რიადზე გაიზარდა, რადგან ირანი კვლავ კრიზისის ცენტრშია. ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობამ, გემებზე არსებული რისკმა, ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე მუქარამ და ახალი თავდასხმების შიშმა საუდელები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. სამეფოს სურს დაცვა, სწრაფი რეაგირება, სურს გარანტიები, ხოლო ჩინეთი ცდილობს ეს დაუცველობა კონტრაქტად აქციოს. ეს არის საქმის ყველაზე სერიოზული ნაწილი. პეკინი რეგიონში სტაბილურობისთვის არ მოდის, ის მოდის რომ ვაკუუმი შეავსოს. მაშინ როცა საუდელები თავს სუსტებად გრძნობენ. ჩინეთი ალტერნატივის დაპირებით ჩნდება მაშინ, როცა ვაშინგტონი კონტროლს ითხოვს, ჩინეთი მოქნილობას სთავაზობს, როცა ტრამპი ალიანსის შენარჩუნებას ცდილობს, პეკინი ცდილობს დაარწმუნოს რიადი, რომ არსებობს სხვა გზა. საუდის ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა უკვე განაცხადა, რომ სამეფო აპირებს საკუთარი ურანის მოპოვებას, ურანის კონცენტრატის წარმოებას და ბირთვული ჯაჭვის განვითარებას.
ოფიციალურად ყველაფერი სამოქალაქო პროგრამის ნაწილად არის წარმოდგენილი, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში ასეთი პროგრესი ყოველთვის სტრატეგიულ ინტერპრეტაციას იწვევს. საუდის არაბეთი ირანს აკვირდება, ისრაელი საუდის არაბეთს აკვირდება, შეერთებული შტატები ჩინეთს აკვირდება, ხოლო ჩინეთი ყველას აკვირდება, რომ საუკეთესო შესაძლებლობა იპოვოს. ტაქტიკალ რეპორტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიადმა ჩინური რეაქტორები შეაფასა, როგორც პარალელური გზა ვაშინგტონთან შეთანხმების მიმართ. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ ჩინეთი უბრალოდ არ ელოდება. ის უკვე რეალურ ალტერნატივად ჩანს იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელები ძალიან გამკაცრდებიან. ბინ სალმანისთვის ჩინეთის ხსენება ზრდის მოლაპარაკების ძალას. პეკინისთვის თითოეული საუბარი უკვე გამარჯვებაა, რადგან ეს ზეწოლას ახდენს ტრამპზე და აჩვენებს, რომ ამერიკული გავლენა სპარსეთის ყურეში შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ჩინეთი კარგად თამაშობს ამ თამაშს. ის შემოდის ტექნიკური რიტორიკით, საუბრობს თანამშრომლობაზე, სუფთა ენერგიაზე, განვითარებასა და დაფინანსებაზე. მაგრამ ამის უკან გაფართოების სტრატეგია დგას. ჯერ მოდის კონტრაქტი, შემდეგ მოდიან ტექნიკული სპეციალისტები, მომწოდებლები და ბოლოს ჩნდება დამოკიდებულება. და როდესაც ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანაზეა დამოკიდებული ბირთვული ტექნოლოგიის ექსპლუატაციისთვის, ურთიერთობა მხოლოდ ეკონომიკური აღარ არის. ტრამპი სწორედ ამ სცენარის თავიდან აცილებას ცდილობს. მას სურს, რომ საუდელები ახონს იყვნენ შეერთებულ შტატებთან, შორს ჩინეთის გავლენისგან და კონტროლირებად სტრუქტურაში. პრობლემა ისაა, რომ რიადი მხოლოდ ტექნოლოგიას არ ითხოვს, მას თავდაცვის გარანტიაც სურს, ვალდებულებაც. რა თქმა უნდა, თუ ირანი კვლავ დაემუქრება სპარსეთის ყურეს, ერრიაც სურს იცოდეს, იქნება თუ არა ვაშინგტონი სამეფოს გვერდით, როცა კრიზისი თეორიიდან რეალობაში გადავა და პორტებს, ნავთობსადენებსა და სამხედრო ბაზებს შეეხება. ეს ის დილემაა, რომელსაც ჩინეთი იყენებს. თუ ტრამპი გამკაცრდება, პეკინი ალტერნატივად წარდგება. თუ ტრამპი მეტისმეტად დათმობს, მას წინააღმდეგობა შეხვდება შეერთებულ შტატებში. თუ ფართო დაცვას დაპირდება, ამერიკის გავლენა სპარსეთის ყურეში გაიზრდება. თუ არ დაპირდება, ბინ სალმანი არგუმენტს მიიღებს, რომ ჩინეთისკენ გაიხედოს. პეკინი სწორედ ამ ზეწოლაზე დებს ფსონს. ირანთან ომმა რეგიონი ნერვიულ მდგომარეობაში ჩააყენა. სპარსეთის ყურემ დაინახა, რომ უსაფრთხოება მხოლოდ სიტყვებით არ არის უზრუნველყოფილი. დაინახა, რომ სავაჭრო მარშრუტები შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. დაინახა, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა შეიძლება სამიზნე გახდეს. დაინახა, რომ რეგიონული კრიზისის ფასი მყისიერია. ამ გარემოში ჩინეთი ცდილობს სისწრაფე გაკიდოს. თითქოს სისწრაფე უსაფრთხოებაა, მაგრამ სისწრაფე უსაფრთხოება არ არის. ზეწოლის ქვეშ დადებული ბირთვული შეთანხმება მომავალში უფრო დიდ პრობლემას შეიძლება შექმნას. თუ ერრიადი თავისი ბირთვული პროგრამის ნაწილს პეკინს გადასცემს, ეს შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში შეამციროს ამერიკის ზეწოლა, მაგრამ გახსნის გრძელვადიან დამოკიდებულებას იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ინფრასტრუქტურას პოლიტიკური იარაღად იყენებს. ჩინეთი სტრატეგიულ პროექტებში მხოლოდ დასახმარებლად არ ერთვება, ის ძალაუფლების მოსაპოვებლად ერთვება. საუდის არაბეთს ბირთვულ ენერგული ენერგიის ძიების რეალური მიზეზები აქვს. სამეფოს სჭირდება ელექტროენერგია ინდუსტრიისთვის, სამთო მრეწველობისთვის, ახალი ქალაქებისთვის, ტექნოლოგიებისთვის და დესალინაციისთვის. ასევე სურს მეტი ნავთობი შეინახოს ექსპორტისთვის. ამ ეტაპზე საუდის ინტერესები გასაგებია. პრობლემა იმაშია, თუ ვინ სთავაზობს ამ ახალი ეტაპის გასაღების კონტროლს. შეერთებულ შტატებთან არის მოთხოვნები, ინსპექცია და საჯარო დებატები. ხოლო ჩინეთთან ნაკლები ხმაურია, მაგრამ ასევე ნაკლები გამჭვირვალეობაც. რისკი დონალდ ტრამპისთვის არის ის, რომ პეკინმა საუდის არაბეთის გადაუდებლობა საკუთარ გამარჯვებად აქციოს. ჩინეთი უკვე იბრძვის გავლენისთვის ვაჭრობაში, პორტებში, ენერგეტიკაში, მინერალებსა და ტექნოლოგიაში. თუ ჩინეთი ასევე აქტიურად ჩაერთვება საუდის არაბეთის ბირთვულ პროგრამაში, მას ექნება განსაკუთრებული ადვილი სპარსეთის ყურის ენერგეტიკულ მომავალში. ეს პირდაპირი დართმა იქნება ამერიკული ყოფნის წინააღმდეგ რეგიონში. ბინ სალმანი ამ დაპირისპირებას ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს. მან იცის, რომ ვაშინგტონი არ სურს პოზიციების დათმობა, იცის, რომ ტრამპს სურს საუდის არაბეთი ძლიერი მოკავშირედ წარმოაჩინოს. იცის, რომ ამერიკულ ინდუსტრიას მილიარდიანი კონტრაქტები სურს და იცის, რომ ჩინეთი მზადაა ალტერნატივად გამოჩნდეს, თუ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. საუდის პრინცი მკაცრად თამაშობს, მაგრამ პეკინი კიდევ უფრო ცივად მოქმედებს. ჩინეთი ცდილობს თავი გამოსავლად წარმოაჩინოს ზეწოლის ქვეშ მყოფი სამეფოსთვის, მაგრამ პრაქტიკაში ის საუდის სუსტი მდგომარეობის ჩინურ გავლენად გადაქცევას ცდილობს. რეგიონს სტაბილურობა სასწრაფოდ სჭირდება. პეკინი კი სტრატეგიულ ყოფნას დახმარებად ასაღებს, ხოლო საუდის არაბეთი ორ ძალას შორის აღმოჩნდება. ის ცდილობს მიიღოს სარგებელი, მაგრამ რისკავს, რომ ზედმეტად მგრძნობიარე სფერო გადასცეს მათ, ვისაც სპარსეთის ყურის უსაფრთხოებისადმი რეალური ვალდებულება არ აქვს. თუ საუდის არაბეთი ძალიან მარტივ გამოსავალს დათანხმდება, სპარსეთის ყურემ შეიძლება გვიან გაიგოს, რომ ჩინური მალსახმობი მძიმე ფასს ითხოვს. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ ჩვენს საზოგადოებაში. მილსონ ალვესი, ნიუსი.